განვაგრძობთ გადაცემას. ესაა ბებიაჩემი, რომელიც დაქორწინდა 64 წლის ასაკში და გადაიხადა თეთრკაბიანი ქორწილი. 66 წლის ასაკში აიღო მართვის მოწმობა, დადის ფიტნეს დარბაზში და კარგამინდებში დარბის პარკში. დადის აუზზე, ყავს გერმანული მაღალი კლასის ველოსიპედი, იკვებება ჯანსაღად. სწორედ ასე წარადგინა სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა გიორგი ჩოგოვაძემ, ბებია მისი ლია ჩაკვეტაძემ. და რა თქმა უნდა, შუადღე დაინტერესდა ბებისა და შვილიშვილის ისტორიით და ჩვენი ჟურნალისტი თეო ცუცქირიძე ქალბატონლიას ქუთაისში ეცვია. მოდით ახლა ერთად ვნახოთ გიორგისა და მისი ბებიის ისტორია. 55 წლის ასაკში ბედი მეწვევა. არასოს არ არის გვიანი. შამთან საუკეთესო ადამიანი. მოვდიოდით ხოლმე აქ. ველოსიპედის ტარება აქ მასწავლა. ვეწავოდით ჯანსაღ ცხოვრებას ორივე. ყოველთვის როცა დავდივარ, სულ ის მახსენდება. ლია ჩაკვეტაძეს სიყვარული პირველად 55 წლის ასაკში ეწვია. საყვარელ ადამიანს პირველად ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში შეხვდა. ესაც ჩემი მეუღლე რო გარდაიცვალა, მაშინ დავწერე. მისი ცხოვრება კი მაშინ გაუფერულდა, როდესაც ამდენი წლის ნანატრის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. მისი მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა. განცხოვრებაში არაფერს არ შეცვლი, ესაა რომ ვიან მომივიდა ბედი, ესაა მეტი თვა, მაგრამ ისე იმ 6-7 წელს ავირჩევდი, რაც მე იმ ადამიანთან ვიყავი. იმიტომ რომ ის იყო, არ ვიცი, მეორე იმნაირი ადამიანი არ დაიბადება. იმას ფიქრობდა მე რითი გავეხარებია ყოველ დღე. მეუღლის გარდაცვალებამ სიყვარულს ვერაფერი დააკლო. ლია ჩაკვეტაძემ 65 წლის ასაკში მართვის მოწმობა აიღო და ცხოვრების გაფერადება ქმრის სასაფლაოზე სიარულით დაიწყო. ყოველ თვეში ჩემი მეუღლის საფლავზე მივდივარ. აი, ამიტომ ვცდილობ, რომ გამოვიდე მდგომარეობიდან, მე მინდა რომ კარგად ვიყო, რომ მე იმას დიდხანს პატივი, რომ დიდხანს შემძლო მისი პატივისცემა. მართვის მოწმობის აღებით განცდილმა სიხარულმა ლიას მოტივაცია მისცა. ის თავის თავს და მეუღლეს შეპირდა, რომ არასდროს გაჩერდებოდა. პირობა შესრულებულია. 74 წლის ქალის ცხოვრება ნამდვილად არ გავს ხვების ყოველდღიურობას. ვატყობ, რომ უკეთესობაა, უფრო სიმჩატე, ხასიათები უფრო კარგად. დილას რო შემოვდივარ აქ, ხანდახან რომ მეზარება ადგომა, ძლებ ჩემთან წამოხვდები. ჩავიცვე, მოვდივარ, ძალიან სიამოვნებს ეს ჰაერი, ეს ვარჯიში, გამოვყავ ყველანაირად, ხასიათიც კარგი, სიმჩატე. ვცდილობ, არც ერთი დღე არ გავაცდინო, რომ ვიყო ჩამდგარი ფორმაში. ახალგაზრდებს ვეტყოდი, თავის ცხოვრება გაატარონ აქტიურად. უფრო ხალისიანი იქნება, უფრო რაღაც კარგად იგრძნობენ თავს. ბევრი შემნატრის ახალგაზრდები ნეტავი შენო. რომ ასე არ გეზარება, მაგრამ რო გამოვცადე, რომ ეს აუცილებელია. აი, ამიტომ ყველას მოუწოდებ. ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, ესლიამ არა ერთ ადამიანს დაუმტკიცა, მათ შორის ოჯახის წევრებსაც. მისგან განსაკუთრებით ბევრს შვილიშვილი სწავლობს. გიორგი ჩოგოვაძისთვის ლია საუკეთესო მეგობარი და ამავდროულად მთავარი მოტივატორია. ისინი ფიტნეს დარბაზს თითქმის ყოველ დღე სტუმრობენ. ლიას ჰქონდა მძიმე პერიოდი, დეპრესია ჰქონდა მწვავე ფორმით გამოხატული, რაშიც შევეცადე რომ რაღაც წვლილი მეთამაშა და ძალიან ცდილობდი ყოველთვის მიმეცა მეტი და მეტი მოტივაცია. სხვათა შორის მე თვითონ მიყვები ფიტნეს, მაგრამ პატარაობიდან ზუსტად liam მიმიყვანა პირველად სპორტულ დარბაზში. ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. მეგობარზე უფრო მეტია, იმიტომ რომ რეალურად მასთან გავიზარდე. ის ჩემზე ძალიან ზრუნავდა ხოლმე, როცა ვიყავი პატარა. მეფერებოდა, კამპიუტერი მოქონდა ჩემთვის და მასე ერნებოდა აი ყველაფერს. რასაც მაკეთებდეს მშობელი შვილისთვის. ძალიან კარგი ფრაზის თქმა იცის ხოლმე, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა ხდება უმოძრაო. კი, ნამდვილად მიამატება და პიარს უწევ ხოლმე ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ვიცი, რამდენ ადამიანს ვაძლევ ამითი მოტივაციას. ლია ჩაკვეტაძის ცხოვრება სხვა მხრივადაც მრავალფეროვანია. ბევრი მეგობარი ყავს, მათ შორის მასზე უმცროსებიც. მეგობრები ერთად ფინჯან ყავაზე ხშირად იკრიბებიან. ასევე მაკიაჟისა და თავის მოვლის შესახებ რჩევებსაც უზიარებენ. ლიაკომ შემატა ჩემს ცხოვრებას მოტივაცია. ლიაკო არის ჩემთვის მაგალითი, როგორი უნდა ვიყო ასაკში და ფიქრობ, რომ ადამიანი მაშინ ბერდება, როცა თვითონ სიცოცხლეს წყვეტს. და ლიაკოსთან ერთად ყველა დღე არის განსხვავებული, ფერადი და საინტერესო.
ჩემთვის არის უფროს მეგობარი და პირველივე შეხვედრის დროს მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო შეგვეძლო გამოგვენახა ერთმანეთთან. ვცდილობს ყოველი დღე რაღაცით გააფერადოს. ეხლა მივდივარ ამ საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე. ლია ჩაკვეტაძე გაჩერებას და დანებებას არ აპირებს. წინ დიდი გეგმები აქვს. ამ გეგმების მთავარი მომოტივირებელი კი მისი შინაგანი სიძლიერეა და ის გრძნობაა, რომელსაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განიცდის. დიდხანს სიცოცხლე ქალბატონ ლიას და არასოდეს დაეკარგოს აი ეს სიცოცხლის ხალის.